განძმა მედიამ და შრმა პოზიციამ შექმნა თითქოს ვიხურებით და მე კიდე ისეთ სახით ვარ. არა, შენ кай ხარ სახით ხარ. ხო და მოკლედ მე ის ვთქვამი, იცით რომ მე მესმის რომ ძალიან გიდათ, მაგრამ ვერ მოგართვით. ეხლა იყო ჩემთან მოსული ლიზა ციციშვილი, რომელიც აქ პრობლემაში მუშაობს რა ფორმულაში. ხო და რაღაცები ელაპარაკეთ, შეგიძლიათ ჩემ გვერდზე ნახოთ, ჩემს ფეისბუქზე ძალიან ჩანაწერი, ამონარიდი გავაკეთეთ. თუმცა მას საკუთარ მედიაზე ვეკითხები და გავუშვებთ გახურებისთვის, აბა ჩართეთ. ხო ჩართულია, კი ბატონო. ფული ვარ, კეზერა რო წავიდა. მიშავშუდა საიდან მოა ფული? კითხო. მართლა არ ვიცი. მიშავშუდა რო კითხავი მეტყვი. ყველას არ ვიცი. ხებას ხო იყო? ხას. აბა იქ ენთუზიაზმზე მუშაობ კიდე პლუს ამას ენთუზიაზმზე მუშაობ? თქვენ ფორმულა. გასაგები. ფული ვარ. ანუ ეს ტელევიზია, რომელიც იყო კეზერას ტელევიზია და კეზერა ფულს შოულობდა თაღლითობით და მაიმუნობით ეს კეზერას ფული რომ შეწდა და როგორც ვიცით გავიდა მიშამშულდაძეს მოაქვს ახლა ეს ფული დამფუძნება ზუკაც გავიდა მაგალ დირექტორი და დარჩა მიშამშულდაძე და მისი მეგობრები საიდან მოაქვს ფული გულწრფელად არ იცის და მოდის ჩემთან და მე სანქციებზე მელაპარაკებ და იქნებ რუსეთიდან მოდის ეს ფული აი რა ვიცი იქნებ ხოშტარიას ფულია ხო არ ვიცი საიდან მოდის მე რა ვიცი ღლიღვებიდან მოდის ფული ხო და თან როგორც ჩანს ენთუზიაზმს მუშაობენ რაში რა თქმა უნდა დიდი ეჭვი მეპარე მაგრამ შენ საკუთარ ტელევიზიაში ვარ ხარ დარწმუნებული მოდი ხარ აქ კარგი რა შენს თვალში დილეს ვერ ამჩნევ და ბედს ეძებ სხვის თვალში კი ბატონო ხო ეხლა ეს რა თქმა უნდა აპერიტივი იყო ეხლა ვიწყებთ გადაცემას უღრუეს მადლობა ჩვენი ქვეყნის პრემიერს რომელმაც ხარდაჭერა გამოუცხადა მედიას განცხადება გვაქვს 30 წამიანი მოусმინოთ და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი მე თქვენ მინდა გკითხოთ რისი იმედი გაქვთ რა ფორმით შეეზღუდება რა ფორმით შეეზღუდება ხო ძალიან კარგი პასუხია ანუ თქვენი პასუხიდანაც ჩანს რომ არც იმედი არ გაქვთ შესაბამისად ეს არის ბუჭი აჟიოტაჟი ანუ თქვენ თუ იმედი არ გაქვთ რომ ტელეკომპანია იმის და ტელეკომპანია პოსტივის შეეზღუდებათ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება ამიტომ რომ ყველაფერი ნათქვამი ანუ გამოდის რომ ფუჭად გაისრულეს ტყვია ანუ თქვენც არ გაქვთ იმედი და რაც თავარია პრემიერ-მინისტრმა აღუკვა ყველანაირი დახმარება ბრძანა რომ საქართველოს ხელისუფლების და არასახელისუფლებო იურიდიულმა პირებმა ყველანაირად უნდა განაგრძონ ჩვენთან მუშაობა და იმედთან და დახმარება ყველანაირი დახმარება აღუთქვა ჩვენს ტელევიზიებს როგორც გამოხატავს პრემიერ-მინისტრის განცხადება კი არა კომენტარი ფაქტობრივად ყველაფერს ამბობს რა ერთი რომ არანარი გამოხატვის თავისუფლება პოსტივის და იმედს არ შეეზღუდება და ამასთან ერთად სხვა ბიზნესები იქნებიან თუ კომპანიები აგრეთვე განაგრძობენ თანამშრომლობას იგივე ფორმატით როგორცაც იყო უბრალოდ აქ საკითხი არის თვითონ იმაზე რა ქვია ბრიტანეთის სანქციებზე რა რომელიც არანაირად არც ერთი კონტექსტით ჩვენ არ გვერგებოდა ანუ რას გულისხმობ იცი როდესაც ჩვენ გვაბრალებენ რომ ესე იგი უკრაინას აქედან უწყობდით დესტაბილიზაციას ესე იგი გამოდის რომ უკრაინა ჩვენ გარეშე იქნებოდა სტაბილური ქვეყანა ეხლა ჩვენ ვართ დამნაშავეები და მე მაინტერესებს კიდე რა 2014 წლიდან უკრაინა გვემეგობრება ცალმხრივად ჩვენ სახელმწიფო ჩვენ ვემეგობრებით ცალმხრივად სახელმწიფო დამნაშავეებს ციხეში კაცების გამაუპატიურებლებს ეს იყო ადეიშვილი და მიშა სააკაშვილი ნიშნავდნენ თანამდებობებზე და სხვა ძალოვნებს ხო რა თქმა უნდა ანუ აქედან იწყება უკრაინის დამოკიდებულება საქართველოსადმი შემდეგ იყო მოწოდებები აბა აფხაზეთში გაისეირნეთ აბა ომში შეგვეხიდეთ აბა მიდი 100,000-იანი არმია რუსეთს თქვენკენ გადმოაშვებინეთ მოდი ჩვენ როგორც იმაში ვართ რა ქვია ნადგურდებით ესე თქვენი თავის გაინადგურეთ გვაბრალებდნენ 1000 საშინელებასთან ჩვენი ჰუმანიტარული ტვირთი რომელიც გაუგზავნეთ კიდე ერთი რაღაც მინდა გავუსწრებთ ჩვენ ეთოკის ფორმატში მახსოვს რა ჩავწერეთ უკრაინელი ომი ახალი დაწყებული იყო უკრაინელი ტოლვილები რომლებიც თუ გახსოვს ჩვენ შევიფარეთ სხვა იმაში სასტუმროებში ყველაფერი უფასო ჰქონდათ აქ სხვა სერვისები და რომ ჩავწერეთ
ეს შალვა უკრაინელი ჯანღონით სავსე 25-30 წლის მამაკაცები ამბობენ რომ თქვენ მთავრობაო როგორ იქცევაო წადით თუ რაღაცა გააკეთეთო. ეს ბიჭო 25 წლის 30 წლის ჯანღონით სავსე კაცები. კი ბატონო, ეხლა მოდი კიდე საინტერესო ვიდეოები. ხო და ერთი წამი რა და ჩვენ გვეუბნებიან რომ ესე იგიო დესტაბილიზაციას აწყობდით და ამას დამატებული თურმე ვამხელდით კორუფციაში. მოდი ეხლა გავუშვათ ქეთი დევდარიანის ძალიან მაგარი მეგობრებო ვიდეო. გავუშვით პირველი ვიდეო, ძალიან მაგარი ვიდეო. ჩვენი ხშირი ციტირების ინდექსი, ვისაც აქვს ჩვენი შალვა რამიშვილს, ისრინ მაყვალში ქათამი უჭამია ამასთან დაკავშირებით, ასე რომ ყველაფერი ყველასთვის ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს. რა? სუდიაო? ხო და რა? მაშინ უნდა დაგეწერა რაღაცა იმის ბროკოლის ბრულე ჭამე. რაღაცა გოლჭის თვალის ჯელეში. ანუ აი რა სასინელება ვქენი? ხო რა არ მგონია რომ ეს აი რა არა მარტო აი მე რომ ჩვენ რომ მე მგონი სხვა ცინიზმი იდო სუფრაზე რომ ოღონდ ჩვენ არ გვესმის საგზები кейპი არა ჩვენ გაგვიხარდა მიღმავართ ინტელექტუალური მიღმავართ ანუ ვიზეც არის მიმართული ეს ის ჩვენ ხო არა ვარ და ვერ ვიგებ დაჟე ხო რა ნახეს ამაში რა ნახე რა ნახე ქათამი ისრი მაყავს და რა კი ბატონო და მეორე თუ შეიძლება მე ვხედავ ამას, რა თქმა უნდა, როგორც სისტემური ზეწოლის ნაწილს, ამით არც დაიწყება და არც დასრულდება ეს პროცესი და ზეწოლა რაში გამოიხატება? ეხლა თავის ამორჩევლს თუ მაყურებელს თუ რა ერთ და იგივე ეგ არ ვიცი, აბნევენ ხოლმე, რომ აი ჩვენ რაღაც სუვერენიტეტის ნაწილად ხო, გავაჩერებ. ესე იგი, რაც შეეხება აი ამ სანამ შინაარსზე გადახვალ რა. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს. ეს გნიდა ბუღაძე. დაჟე ანუ სახლიდან აღარ გამოდის რომ სადმე რომ აი არ დამაკავონო ან რამე რომ აქცია ტროტუარი არ გადაბეკეტოსო ან რამე ან არ გამტყიპო ანუ მე რამდენი კვირა არის ამათ ვიდეოებს რასაც ვიქნებ სახლიდან ერთში შიში რა ფერისაც არის სტუდიაში ვეღარ ბიქნის ბიჭო შეიძლება არა ბაჩო შეიძლება საქართველოში არ არის და მასადა რუმინეთშია თავისი რუმინეთში რა მაშინ ბრიტანეთში არა შალვა ჩვენი მწერლები დადიან ხოლმე რუმინეთში თარგმნაში ლიტვაში რუმინეთში თარგმნიან თავიანთ წიგნებს აი რაღაცა მოგონილი ფული პროექტი ესტონურად უგროფინური ხო და ეხლა მე რამე დაგითხრათ მეგობრებო დავიწყოთ იმით რომ ლაპარაკი არის იმაზე რომ თავიანთ აუდიტორიას ატოვებენ. თქვენი ასე და ისეც. თქვენივე მთლელში ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს იმედს, ძალიან მაღალი. ანუ შესაბამისად ძალიან დიდ ფართო მასებს აცნობენ თავიანთ კონტექსტს. და თქვენთვის პრობლემაა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ბუტკაც არ ახართ. მე რო დავუსვით თქვენს ჟურნალისტს შეკითხვა რომ არც კი იციან ჟურნალისტებმა რითი ფინანსდებით ან ფინანსდებით თუ არა, ეს ერთი. მეორე, რას ნიშნავს პრორუსული? კიდევ ერთხელ განმარტოთ. ჩვენ მაუწყებლობთ არა რუსულ წყაროებზე დაკნობით, არამედ ბრიტანულ მედიაზე, ამერიკულ მედიაზე, ფრანგულ მედიაზე, იქაურ სამხედრო ექსპერტებზე, იქაურ პოლიტიკოსებზე, ტრამპის გამონათქვამებზე დაკნობით. უკრაინა ომს აგებს, უკრაინა ჯიუტობს, უკრაინა არ იქცევა სწორად, უკრაინა უნდა აიძულონ რომ რუსეთს დაელაპარაკოს იმ პირობებზე, რასაც მოილაპარაკეს ანკორიჯში. თქვენ დედავატირი ასე თუ ვამბობთ, ისინი დაასანქციროს, აბა დაასანქციროს CNN-ი, დაასანქციროს BBC, დაასანქციროს Time ჟურნალი, დაასანქციროს, მაგრამ გასაგები ეს არის გეოპოლიტიკური თამაში, უკრაინაზე უსწორებენ ყველანაირად ბრიტანელები, ოღონდ იაფად მაგათი გზა ეგ არის და ჩვენ ესე მოვყევით. კარგია კი ბატონო, აბარა, თქვენ ვერ გაიხარეთ. ლაშა ბუღაძის კომენტარი. ლაშა ბუღაძის კომენტარი. ეს არის კიდევ ერთი დიდი გეოპოლიტიკური სიგნალი ჩვენთვის ისევ უნდა ვთქვა და დღევანდელი დღე არის ძალიან მძიმე და თან ძალიან ჰეროიკული გმირული დღე ისევ უკრაინამ ამ შემთხვევაში დიახაც გამოგვიწოდა დახმარების ხელი ისევ უკრაინის წყალობით ჩვენი პუტინისტები დაისაჯენ ისევ უკრაინა არის ჩვენი ფარიც და ჩვენი ზურგიც და კიდევ ერთხელ ჩვენ მათ უნდა უთხრათ უდიდესი კაი ხო მეტი აღარ არის ეს და ის სად არის
ზელენსკიაო ჩემ პრეზიდენტიო ამათ ეთერში რო იძახდა ის მეგობრებო აი ბირთული პენისი ეს არის მოდმე სხვა აქცენტ შემოგთავაზო ეს იყო უტრაკობის მანიფესტი ბიჭო წადი უკრაინაში ესე თუ გიყვარს უკრაინაში და შეიძლება რაღაცა მოხდეს მართლა უტრაკობის მანიფესტი უკრაინაში შობელძაღლო არა შეიძლება შობელძაღლოს მანიფესტებს რა წადი რა უკრაინაში წადი და იომე ესე რომ ქვეყანა მიყვარდეს მართლა აი ბიჭო სახლიდან არ გამოდის საუნდა წავიდე იომოზე ასლაპარდაპირ უკრაინა გიგისთან უგულავასთან მეგობრებო უტრაკობის მანიფესტი რატო ვამბობ რომ ტიპი გამოვიდა თელ ნარატოს იმაზე აგემე რომ აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი ხალხის არის ჩვენ მხარეს ისტორიის წონ მხარეს ნაცად იმაში ისე უკრაინელი ხალხის ხელითო ბიჭო ჩვენ ისე უტრაკოები აღმოჩნდითო და ისე უკრაინელი და მე რა მაინტერესებს კაცო რანაირად რა ლოგი არა ძალიან მაინტერესებს რომ სიმართლის თქმისთვის დაასანქცირო ტელევიზია ეს არის გაუგონარი მოდელი მათ ერთად ნახე მე უბრალოდ არ წარმომიდგენი ესეთი რამ სიმართლის თქმისთვის კაცო თვითონ იყო მათი საერთაშორისო ორგანიზაციები დასავლური მართლობით პარამეტრებში და ინდექსებში რომ აღნიშნავდნენ უკრაინის თქვათ კორუფციას. თვითონ ამბობდნენ, რომ იქ ჩასული იარაღი უცბად აღმოჩნდება ხან კარტელებში, ტრამპის ადმინისტრაციიდან არ ამბობდნენ, ხან კარტელებში, ხან აფრიკის სამოქალაქო მინისტრები და პასუხისმგებელი რა ვიცი, ის ანტი კორუფციული სისტემა ხო აუგორეს. რჩვერა შუაში ვარ ცნობას გაგიცებ და ამას დამატებული თურმე ჩვენ დესტაბილიზაციას ისე სტაბილურ ქვეყანას ძალიან როგორც უკრაინა და წადი მე ლაშე ჯერ რა გეოპოლიტიკაზე ლაპარაკობ გეოპოლიტიკური ზუსტად მე დაელოდი ცოტა ხანში შენ ჰეროიკული დღე რო იყო ჰეროიკული შენ გარეშეო ლაშა ბუღა შენ გარეშე უეჭვე ერთი აპოკალიფტური პენისი ყველა ჰეროიზმი შენ გარეშე იქნება აი ამ ჯაკოების რიაც არის ჩიხში შესული. ესენი არიან ცუდა. ჩვენ სულ ამას ვამბობთ. ეს არის ჩიხი. იმედისა და პოზიტივის სანქციებში მოხვედრა, როგორც პუტინისტური მედიების, ეს ხომ არის უშუალებელი რეპუტაციული ზიანი, მაგრამ ამათ რეპუტაციასაც გააჩნიათ. მაგრამ ეს არის კიდევ ერთი მიახლოება ივანიშვილის კატასტროფის, რომელსაც ის აცდება. შენ თვალში იმ ადამიანების, ვისაც რეპუტაცია აქვს პოლიტიკური, იმათი დედავატირე ყოველდღე. და ეს არის ჯაყოები. არა, ჯაყოების ისტორია. ხოდა აი თქვენ და თეიმურაზების რევოლუცია როდის მოვა დაელოდა. მაგაში არ ვარ გაბიჭო ესა. ჭლიარი. ბიჭო, ეს ის არის, ხო? საგვარეულო ბუღაძე ხო ბუღაძე вообще მისტიურად გააფორმა ბუღაძე ეს მამა მინდა რომ მამას კომენტარი არ მომასმენი დამალაპარაკე მამა არა მამა მინდა რომ დახატოს რა ეს რა უნდა დახატოს დავის ჰეროიკული დღე დღე ჯერ იმას რომ დაუხატა კაცი ვაშა რო იყოს ბარიკადებში კაცი რომელიც აი ამ უკრაინას დახატავს და ძალიან მაგარი ბიჭო ის არ იქნება მაგარი ლევან ბერძენიშვილს რომ მოვაყოლო ეს ამბავ დიდმა ბრიტანეთმა უთხრა პოზიტივის არაო უთხრა და გააფრთხილა ქვენო რუსები ხარჯო რუსეთმა უთხრა მე რუსეთმა რაც არ უნდა უთხრა ეგრე რომ აბა გერმანია თქვა მეო არაო ხუხაშვილი გავუშვი ხუხსონ მანდელა ეს გულისხმობთ ქართულ ბიზნესმენებს, რომლებსაც ქართულ ბიზნესმენებს რა თქმა უნდა ეხლა ხო ვიცით რომ ფორაფტერის რას არის აღარ გვინდა არაფერი გაჩერე შეხედე ახალგაზრდა ჩლენი და ბიფორაფტერია საღო მოჩუტული ხო აი ამბიძე ხა არა ზაფხულში და ზამთარში არა რა უკვე მაყურებელს ინტერპრეტაცია საღო ეს არის მე ის რა გაპარსული და გაუპარსა არა ორივე 15 წლის წინ და 15 წლის შემდეგ ხო კი ბატონო 20 წლის წინ და 20 წლის შემდეგ ხო არა რა მაინტერესებს აი მოდით ეხლა კიდე ერთხელ გეტყვით ჩვენს ტელევიზია იმედი ჩვენი ძმები არიან ხო და არა ვარ იმედზე უფლებამოსილი რომ ველაპარაკო და ის გეტყვია ჩვენ გეტყვით აი დედა მომიგდეს ჩემ შვილებს გეფიცებ ჩემ შვილს გეფიცებ შვილებს რა ვიცი ყველაფერს გეფიცებით რომ რამე საფრთხე ესეთი და რამე ისეთიც რომ გვემუქრებოდეს ჩვენ ვართ პატარა ტელევიზია მეგობრებო ჩვენ
რა პატარა ტელევიზია ბიჭო. ხო. ბრიტანეთმა დაგვასანქცია. ანუ შენ თუ მასშტაბს გულისხმობ რაღაც შენობის ეს სხვა რაღაცა. ძალიან დიდი მასშტაბი ტელევიზია. ჩვენი სტაფი არის აღთვალებული იმით, რომ ბრიტანეთმა დაგვასანქცია. მართა არ უნდა გაეკეთებინათ. შეგვამჩნიეს ასეთ მაღალ დონეზე. სხვა შორის მაგაზე კომენტარი მინდა გავაკეთო, რომ ესე იგი არ ვიცი, რაღაცები წამიკითხავს, მინახავს, სიზიფეს შრომას შეიძლება შევადარო. არ ვიცი სასოწარკვეთის რა მდგომარეობა არის იქ რაც ხდება. რითი არიან ბიჭო ბედნიერები? ერთსა მეც რა თქმა უნდა. ეს პირიქითა ბაბლი. რითი არიან კმაყოფილებ გუში რომ ჩემ ვიდეოს დებდნენ და აიო სახეო მოწყენილი აქო. და всё, გვეშველა და ბრიტანეთმა დაგვასანქცია. ანუ გაიხარეთ იბედნიერე. შენ ხანდახანდა მიიღო მოწყენილი სახე რომ გაახარო ადამიანები. ანუ უყურე როგორ აქვს. დავიღლები ახლა ბაცა. ხო, როგორ აქვს, იცი რომ შენი სახის გამომეტყველებაზე არიან აწყობილები. ეს არის, თქვათ, ეს არის დაბალ ორგანიზებული. სერიოზულად დაბალ ორგანიზებული საზოგადოება, რომელიც ვერ აღიქვავს შინაარსს და შესაბამისად ხდება მიმიკებით. ანუ აი რაღაცას რომ მომიყვები და რო გეკითხები, კაია თუ ცუდია. ცუდია. ესე რო გითხრა, ესე კანი გეგონება. იმიკაც ცუდია და კაია. თახვით რა სხვა ძალიან სერიოზული თხოველია. მაჩვი, ხო? მაჩვი რომ ყავდეს, მაჩვის გასვლა შეიძლება. და მაჩვს ელაპარაკები და იმით საზღვავს შენს დამოკიდებულებას, რომ როგორი იცინია, როგორი დიბილი გას. აი მაჩვები არიან, შვენიერი ახალი ამბავი დაგვეწია, ახლა პირველ წყარო არის ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. ბრიტანეთის ელჩი დავიბარეთ. ახსნა განმარტებისთვის, რატო დაგვასანქცირეს ბრიტანეთი. დავიბარეთ? დავიბარეთ. და გერმანიის ელჩი მინდა მე რომ გერმანიის ელჩმა გერმანიის ჩვენ დავიბარეთ. არა, გერმანიის ელჩმა კომენტარი გააკეთა რომ პოსტივი არ არის მედია საშუალება. რაგონია. ჩვენ აქედან გეუნებით რომ შენ ელჩი არ ახარ. ეხა შეზაგროვებელი ყავს ელჩები და მონდი და ჩვენ უნდა მოვიყვანოთ. ჩვენ თუ ახლა ელჩი არასდროს ყოფილიყოთ ევროკავშირის და მოდი აბა რა არის ლაქტეს ტელევიზია თქო ბლისკა იცი ბლისკა შესაგროვებელი აუ ძალიან მაგარი შესაგროვებელი ყავს ელჩები და მე ტუჩზე მივადოთ სან ბლისკა იცი ბლისკა მოდი რასტოვამდე მაგარი სულა პოსტივის რასტოვამდე ხო მაგარი სულა ხო აქ ჩვენს მატარებელს პოსტივის და ბლისკა იცი ბლისკა აუ ვენერა უნდა დაახვედრო მათთან დიასახლისად აბა კიოტო მისე მამუკა ხაზარაძე კაი დიასახლისად კი სად არის აღარ არის და ვინ მამუკა არ არის ცოტა იყო და გათავდა არა კაცო ის გერმანიის ელჩი ქირაობდა მამუკა ხაზარაძე არა დეკლარირებულა თან გადასახადებინა ფულს რო იპარავდა ქეშა დაძლებდა ხო და შეთანხმება არ ქონდა აი ეს გარეწარი ლევან სანიკიძე ნახეთ ბულბოს ჯუნიორი ერთდროულად სახელმწიფოში არ შეიძლება ვიყოთ ჯანსაღი აი დასაჯელია ამაზე აუ ზაღო ხასტუხი რო აცვიათ ხოლმე მიხატული ბავშვებს მაიკაზე გური საზოგადოება თოხა მიიხატე ეს რა ხდება ბრავო მამაილა გავაჩეროთ მეგობრებო მართალი ხარ პატარა ბავშვს რო 1-2 წლის ბავშვს რო მიხატულია გასტუკი ესე ქორწილში რო კიტრით და ლიმონათი დადის ამიმენერია საღოლ ბიჭო მე მგონი ეს იმას წყვილა ვეძახი კუტაბის ეს არის კუტაბიჭი ეხა ვაფშე ეს კუტაბიჭი უნდა იყოს ეს მეტია არა კუტას კიდე მორააც არა კუტაბიჭი უნდა იყოს გარდამავალი სტატუსი ანუ ესე იზრდებიან ადამიანები ოლიმპიური ცეცხლივი ოლიმპიური ცეცხლივი მაგრამ იმან რა უფლებით დათმო ის გაიზარდა არ არის მაშინ ახალი სახელდება და ახალი სახელდება აქვს ძალიან ბევრი მიზეზი იმის დათო თაზუნაში ვინ ჩემპიონია ხო და მოიხელთა დრო და დაგწყევნა იმიტომ რომ ძალიან ხშირად მივართმევთ ხოლმე რაც ევასება გაუშვით თაზადად თუ დათო მაწყევარი მე არ მინდა ეხლა რაღაცა მაქსიმალურად ვცდილობ რომ იმიტომ რომ წამილწა ჩვენი საზოგადოება და ძალიან დააზიანა ჩვენი საზოგადოების აღქმები აი იმ პროპაგანდისტულმა ჯოჯოხეთმა იმ ტერორისტულმა აქტმა რასაც აი იმედი პოსტივი და ზოგადად ქართული ოცნება თავის პროპაგანდისტული არხებით ახდენს ქართულ საზოგადოებას რა გავლენას ახდენს და რა ძალადობით არის დაკავებული ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ სულ სწორად შევფუთო რაღაცეები მაგრამ რუსეთი მტერია ამას ვერ შევფუთო
მე მინდა ტერორისტ რეალურად მჟავრდებულ ტერორისტ ალეკო ელისაშვილთან ალოკესთან ერთად ეს როცა ყავს ეგ ვიდეო გავუშვათ ხა შემდეგი მოგვაწოდეთ ეგ ვიდეო ეს და ალოკე როცა ყავს ნამდვილი ტერორისტი გამოდის თაზო დათუნაშვილის აზრით ბაჩო არის ტერორისტი ხო და ჩვენ მაგმუხლითაც ახალი სანქცია რამე ტერორისტული ორგანიზაცია პოსტი ვაფშე მაგარია ალბაჩო როგორც არის ჩვენ ალპოსტივი პრორუსული ტელევიზია ვართ რომელიც ამცენებს უკრაინაზე რუსულ ნარატივს ალჰამდულილა ეს რა არის ეგეთი სიგიჟე ეს ხო ხდები და აი ხა სულ ფიქრობ რომ რაზე თან დაიწყე ხოლმე ეგრე შავა ალჰამდულილა მედია საშუალება პირველად დაასაქცილეს. ადრე ადამიანებს ასაქცილებდნენ რა და ეხლა დაასაქცილეს მედია საშუალებები. აი ეს როგორ გითხრა, აი ჯერ ბიჭო, აი თქვენ პატრონს უბედურს. თქვენი ძალა შმოპოზიციონერებო და მედიებო, შმოპოზიციურებო. არის იმაში, რამდენი მაყურებელი გეყოლებათ. პენეტრაცია რამდენი გექნება რამდენი რუბრიკაცია ანუ როგორ შეახცევთ ქართულ ხალხში ირაკლი პავლენიშვილი ხოდა ვიღაცების ერთი ადგილით რანაირად ვიპირებთ გაჩერებას ეს პროსტა ვერ ხდება და ის ვიდეო გაგვიმზადეთ რა ტერორისტთან ერთად როცა ყავს WhatsApp-შია პავლენინიო გავუშვი და მე იმას გავუშვი აჩეკვა სანქციება ამბუნებრივი მოსალონელი იყო როცა პროპაგანდისტები წუხან რომ აი ვის გვერდზე ვართ ვის გვერდზე არიან და ვის საქმესაც აკეთებენ ხო არის რუსული ბაჩორის სხვადასხვა კომპანიები რომლებიც პირდაპირ ბარბაროსულ აგრესიაში ჩართულები მაგრამ მე მაყურებელს შევახსენებ რომ როცა ბარბაროსულ აგრესიას აქვს ადგილი ამ აგრესიაში ჩართული არის ხოლმე არა მხოლოდ რაღაც სამხედრო ძალები არა მხოლოდ შესაძლებელი ფინანსური ძალიან დაბალმოსა აი კლინტი ტერორისტთან არა ის მაშინ უნდა დაგვეჭირა იმის ეს აკრასაც აკეთებს მაგის გამო უნდა დაგვეჭირა გავაჩეროთ რა აი ეს არსება ლაპარაკობს რაღაც ჯოჯოხეთზე თვითონ ჯოჯოხეთის მაშხალა ხარ აი სპეციალურად დარტეს ალიგიერის ჯოჯოხეთში რამდენი წრეც არის ერთი ახალი წრე შეთვის გაკეთდება ქაჯობის და უგემოვნების წრე ეს ხა და ალოკვის ხო და მიქით ალოკვის კი ბატონო და ეს ჩვენ რაღაცებს გვეუბნებთ კარგი მოდი ახლა ხატია დეკანოიძე თინა ხიდაშელი გოგოები ერთად მივაყოლოთ ანუ კომენტარის გარეშე და ერთად შევაჯამოთ ცივები ერთად ჰა ცივები ერთად ცივები წამოვიღო კი დავაი ხატია და თინა დასაქცირებული იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ იმედის და პოსტების გარდა რუსული არხები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას. და ეს დეზინფორმაცია როგორია, რომ დასავლეთი არის ცუდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ცუდი, რომ რუსეთში არც ისე ყველაფერი ცუდად არის, რომ რუსეთი უკრაინას კი არ დაესხა თავს, არამედ რუსეთი იცავს საკუთარ ტერიტორიებს და ასე შემდეგ. ეს არის ის დეზინფორმაციული გზავნილები, რომლებიც ძალიან აქტიურად ავრცელებს პოსტები და იმედი. ამიტომ Russia Today თქვა RTV-i, NTV-ის პირველი არხის რუსულის ასე ვთქვათ დასანქცირების შემდეგ თქვა NTV-ი არხები იყო რუსული მაგრამ აი არ არის ეხა თინა მივაბად პირდაპირ თინა კაივანი პრობლემა არის ასევე ამ რიტორიკაშიც იმიტომ რომ არსებობს ზღვარი რომლის იქითაც აღარ მოგითმენენ აღარ გაპატიებენ და ეს ყველას უნდა ახსოვდეს ძალიან კარგად და პირველ რიგში ქართული ოცნების ამორჩევას უნდა ახსოვდეს და უნდა აცნობიერებდეს და საკუთარ თავზე უნდა იფიქროს, აი მეზობელმა ასჯერ. მე ამ ადამიანს არ ვეთანხმები. არ ვეთანხმები. ჩემი აზრით არ მომწონს. კაი, მოდი ვილაპარაკოთ იმაზე. ამოგვეწურა სვეჟი. არ მთავრდება. გაუშვი, აბა ვინ მინდა რომ გაუშვი? რა ჩავხედო მოი. რომან გოცირიძე. აუ, გეხვეწები რაღაც იგი, კაი. კაი, არ გვინდა, არა, რომან გოცირის ხაშო ჩვენო მეგობარმა გიორგი გამსხურემ დაუსვა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. მე ჩავსკროლე კომენტარები, არ იყო პასუხი, მე დავტაგე. ბატონი რომანი და იქნებ ბატონო რომან გაგვცეთ პასუხზე, ელოდება ბატონი გიორგი აგრეთვე. აი, ერთი არის ნათეუს სუთიძე, შენ ხო იცი ნათეუს? ი კაცო. ხო და ჩვენზე წერს რომ ჩვენ ვაფშე ჩვენ ვართ ბავშვი და არა თავად ეს არ მინდა თქვა ვინ არის საკმაოდ დიდი ბიჭია რომ რაღაცები მივაწოცო მაგრამ არ ღირს რესტორანში რომ გაზიზნი ხბორს ხოს და დამწნილებულ ნიხს ნეტა სადიშოვის ზამთარში აი საქმის მაგაშია ჩემო ნათეუსო შენ ეგეთი რაღაცები არ იცი დამწნილებული არ იყო ძალიან როგორი ნიყვი იყო ტოპ აი შენ არ იცი
უყურე რატო გადავრჩებით ჩვენ? აი, შენ ქართველები როგორი ხალხი არ იცი. შენ ხარ ამ ქვეყანაზე გაბოროტებული ადამიანი ცნობილი მიზეზების გამო, არ მინდა ხელმაზე ლაპარაკი. და ჩვენ ვიცით როგორია საქართველო და ვიცით სად შეიძლება შუა ზამთარში შეჭამო არადამწყნებელი, არამედ როგორც შემოდგომას იყო ისეთი მიყვიდა. ეგ ძალიან გადაგვარჩეს, ეგ გადაგვარჩეს ქართველებს. და შენ ეს არის, შენ გრუზინებს გეძახი. საცოდაოში. აი, ასევე აღსანიშნავი არის, მე მგონია, ნათია თურნავას კომენტარი, რომელმაც ესე იგი განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკს უნდა დაემორჩილონ კომერციული ბანკები, იმიტომ რომ ისინი თქვათ არიან საქართველოს კანონმდებლობის ქვეშ. კომერციული ბანკები ვალდებულები არიან საქართველოს კონსტიტუციის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად იმოქმედონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზე რომან გოცირიძის კომენტარი თუ წაიკითხეთ, რომ რაც არ უნდა მოინდომონო კომერციული ბანკები ჯერ ეს ერთი ვერ დაემორჩილებიან, იმიტომ რომ იქ ტრანზაქციას გაუჩერებენ და ამას ამატებული ათეატრუნავასაც დაასანქცირებენ და ეხლა ეს თემა არა. ცოტა ხანში საერთოდ ვერა, უდნავადაც ვერა. ბოლო თუ ასე მე შემდეგნაირად ვაყალიბებ ჩემ პოზიციას. ჩვენ ევროპა და ევროკავშირი გვექცეოდა ძალიან უსამართლოდ, ძალიან აროგანტულად, გთხოვდა ყოველად დაუსაბუთებლად რაღაცების შესრულებას. იყო პერიოდი, როცა ჩვენ ვასრულებდით პირნათლად ამ ყველაფერს, მაგრამ მიუხედავად ამისა, არანაირი რეალური შედეგი ამას არ მოყოლია. მე დაგვაბრალეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერი რაც შეიძლება დაებრალებინათ. ამას დამატებული დაწერეს პირველი მე მახსოვს ეს პროცესები როგორ დაიწყო რაღაც 310 პარლამენტარო შეიკრიბა და პირველი რეზოლუცია სადაც არაფერი არ ჩვენ საერთოდ ხმა არ ქონდა ამაზე ამოღებული. ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, მიშა სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, მედია დევნილი პერსონა არის კეზერაშვილი და ქართული ოცნება არის საშინელება, ამას მოაწერა ხელი ამდენმა პარლამენტარმა. მერე იყო როგორ აროგანტულად, როგორ ყოველად დაუსაბუთებლად გვისანქცირებდნენ ადამიანს, როგორ გვესაუბრებოდნენ, რას მოითხოვდნენ, ხო და არ გამოვა რა სულ რომ მთელი დასავლეთი არ ჩვენ წინააღმდეგ დადგეს, მაინც მოუძებნით ძალიან მაგარ გზებს და რაც მთავარია თვითონ ევროკავშირი ჩვენ გაცემა ევროპის და ისი მაგაზია. ანუ ეგ იშლება ეს გაერთიანება და დიდ ბრიტანეთს რა პრობლემები აქვს? შოტლანდიის რეფერენდუმზე ნახავთ ცოტა. და დასასრულს მინდა მე კითხვა დაგისვათ და შემდეგ გავუშვათ ვიდეო არა. რომელი ვიდეო? თქვენი აზრით თურმე ამდენი ხნის მანძილზე არის საეთეროში ამდენი ხნის მანძილზე თურმე რატომ ჩერდებოდა ნანკა კალატოზიშვილი სახელმწიფო თეატრს ვასწავლებს საქართველოს. აი თქვენი აზრი რა შეიძლება ეგ მიზეზი დაასახოს რომ ამდენი ხანი გქონდა რომ გამოვიდოდა ისა რა ქვია. არ ვიცი. რა ნანკა და თქვენი აზრით იმედი გქონდა რომ გამოვიდოდა. ეგ შენი აზრი. ამას არა აკას. აბა გავუშვათ. ნახოთ. კარგი იყო. დოიაშვილის წასვლის შემდეგ ამ თეატრიდან მე ან ხო გააზრებული მქონდა რომ ამ სცენაზე დოის გარეშე მე არ დავბრუნდებოდი. აბა? ეს ხო ზუსტად ვიცოდი. პირველივე დღიდან როგორც კი დოი გაუშვეს თეატრიდან. მე სხვა რეჟისორთან ამ თეატრში ვერ ვითანამშრომლებდი, ვერ არ ვითანამშრომლებდი და მე კულტურის სამინისტროს მოყვანილ ადამიანთან ну максимум მისთვის დარჩებოდი რომ ძალიან ზუსტად მოქცეულიყავ. მაგრამ ჩემ ერთადერთი რაც მაჩერებდა იყო ანდროს ბანერი, რომელსაც ვიცავდით და რომელსაც პარალელურად და მართლა მთელი წელი მარტო მისთვის თეატრში რჩებოდა ბანერი. ხელფას ხო იღებდი? ბანერის ხალხის ბიუჯეტიდან ხელფას ხო იღებდი? აი ხო, ნუ აი ავატყოფილი კი ბატონო. გაუშვათ კი არა ნახვამდის და ხვალ. აბა ხვალ. ხო ცოტა გვიანი იქნება. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. თამბაქოს